მოგესალმებით. დილა მშვიდობის. ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ. როგორ ხართ ჩემო გოგოებო? ჩემო გულებო? ხომ ხართ კარგად ყველა? საყურები გავიკეთოთ. კოზი როგორ ბიჭირავს ხელში გავერეცხერებლა. ყავა უნდა დავლიო. საყურეები იმ დღეს ხო ვიყავი წასული, ხო მინდა რომ ვიყიდო კიდე საყურეები არა მაქვს მეთქი ხო გითხარით. დედიკოს ვაჩუქე ყველაფერი, რაც მქონდა. ხო და ეხლა რაც მომწონდა იმეებსაც ვიყიდი, რაც მქონდა, ჩემი შეგროვილი, ყველაფერი ისე ვიყიდება. და ილი ახლებსაც დავამატებ, ერთი მომეწონა იმ დღეს და რანაირი ვარ არ ვიყიდე და ჩავედი და გაქრა ის საყური აღარ იყო რა. კიდე ბეჭედიც მინდა ერთი თვლიანი. ყველას უკეთია ეგ მაგქალისგან რა ვიცი, ყველა მიყიდა. მაგქალის ბეჭედია, ან მარტო მაგას აღიქითი. ხო და ეგეთიც მინდა. მქონდა და თვლები ამომივარდა, რავი. ძალიან კარგი ბიჟუტერია, არ ვარდება რა თვლები მაგის იმას ბიჟუტერიას, მაგრამ რატო ამოვარდა მაგ ბეჭედს არ ვიცი. მზედ მეკეთა ხოლმე სულ რომ მუშაობი. რაღაც ერთთან ვალაგებდი ხოლმე ამდენ პროდუქციას და მაინც ახლა ბიჟუტერიაა და ისეთი ფაქიზად უნდა რა. მოვლა. ხო იცით თარახან იაფიგის, ფიქრობ რომ კიდე ვიყიდი რა არის 5 ლარი და მე ვეღარ ვიყიდე. ის უკვე ძალიან გაფუჭდა რა, ძალიან ამოვარდა თვლები აღარ ვარგოდა და ოღონდ მინდა ეხლა უფრო წვრილი. მე მაქვს წვრილი თითები, არა მაქვს ძალიან მსხვილი თითები და ძალიან დიდი ბეჭდები ესეთი მსხვილი ბეჭდები დიდად არ უხდება ჩემ თითებს. არა, ძალიან წვრილი თითები არ მაქვს, მაგრამ რავი, საშუალო. 17 ზომა, ალბათ 17 ზომა, ხო? ეხლა 18 მქონდა და იმიტომ რო გავხდი ეხლა ხო დამიპატარავდებოდა ზომა. წყალი არ ვქონდა, ისევ გაგვითიშეს. ესე რატო აკეთებენ არ ვიცი, გაუფრთხილებლად თიშავენ, კიდე კარგი ეხლა მოვიდა ღამერთავი. ღამე რილით რო ავდექი აბაზანაში შევედი, არ იყო წყალი და აქ რო შემოვედი უკვე რაღაცეები გავაკეთე იქით და ლოგინი ავალაგე, რაღაცები მოვალაგე და რო შემოვედი უკვე სამზარეულოში წყალი იყო. შემომასხა შემაშინა. დაგროვილი იყო ალბათ ჰაერი და არ ველოდებოდი რა, გავიწუწე თან. და ესე რა როგორ შეიძლება ისე გაუფრთხილებლად, მაგრამ წუწუნის მიზეზი მაინც არა მაქვს გახსოვთ, რო ჩამოვედი თავიდან ქირით რო ცხოვრობდი. იქ რა ხდებოდა? აი ახალი ბინები იმიტომ არ მიყვარს თან. ჯერ ხო ალბათ ეხლა გაიმართებოდა, მაგრამ ჯერ ხო გოგოებო ესე იგი. ყოველ 2 დღეში ერთხელ, ყოველ დღე. ხან წყალი არ იყო, ხან შუქი არ იყო, ხან გაზი არ იყო. ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე. ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე დავიტანჯე. მე წყალი როცა არ იყო, აბაზანაში ვერ შეხვიდოდ, ისეთი სუნი იდგა. არ ვიცი რანაირად არის გაკეთებული ახალ ბინებში. აქ ეგრე არ არის. წყალი როცა არ არის ახლა ყოფილა შემთხვევები, რომ ერთი დღე მთლიანი დღე არ იყო, მეორე დღეც არ იყო შუა დღემდე და სუნი არ ადგა. იქ ჩვენი დგაა, მაგრამ იქ რა იყო იცით? შეიძლება შენი იმის სუნი იდგეს აბაზანის რაღაცნაირად კანალიზაციაში რო აკეთეს, ხო? წყალი რო ვეღარ ჩაუშვი, მაგრამ იქ მთლიანად ამოდიოდა მთელი ბინისა. არ ვიცი, აი ოდნავ რო შემოგეღოთ, სუდად გახდებოდი. ოთახშიც პატარა სახლი ხო იყო და სულ გამოდიოდა ყველგან სულ. ძალიან საშინელება იყო. ხო გარემოტებული იყო, ხო ლამაზი ბინა იყო, ვითომ. რო გადმოვედი აქ, მე იმ დღიდან დავისვენი. იქიდან რო გადმოვედი. და
სხვათა შორის იმიტომ კი არა რომ ჩემი არისო ეხლა ეგეც მოქმედებს შენ ბინაში რომ გადადიხარ სულ რომ გასარემონტებელი იყოს მაინც შენია და გიყვარს და კარგად გრძნობ უკვე თავს მაგრამ მაგიტო არა პატარაც ხო იყო ეგ პრობლემა ხო იყო ესეთი სუნი ხო დგებოდა რა ვიცი ყველა ამბობდა მაგას მე მაგ ბინაში ხო ვმუშაობდი და გვირილაში მე მაგ ბინაში ვმუშაობდი დიდი ხანი რა და თვეები და რამის 1 წელი 8 თვე ალბათ 1 წელი არა ხო და ვინც ჩამოდიოდნენ ხოლმე იქ ყველა ამბობდა უნდა გავყიდოთ ეს ბინა უნდა გავყიდოთ ეს ბინა უნდა გავყიდოთ ყველა მაგას ამბობდა რაღაცნაირი ბინა და ახალი ბინები ხარ რა თქმა უნდა ყველა ეგეთი არ იქნება ეგ ალბათ იყო უხარისხოდ გაკეთებული და აშენებული არ ვიცი მაგრამ ეგრე იყო ალბათ კიდე არ დაწყდეს ეს გამოვავლე და აღარა ვამსი კიდე არ დაწყდეს წყალი და აღარ ერთი წყალი ერთი ბოთლი მაინც ჰქონდეს ეს ბოთლია ეს და როცა ბოთლის რძეს ვყიდულობ მაშინ ვადუღებ ხოლმე და ვასხავა აქ და ეხლა ქაღალდში შეთუთულია არც მაგ ის რძება მაგას არ ხო და ნახეთ რა ფრის ჯერახმა მაგიტო იყო ალბათ გამორთული და ფლორეს არ ვიცი რა ხდება მოდა დაფლორეს ჩემი ტიქოსად არის იქით იქნება არა უშავს მოდით სხვა ჭიქით დავიდეთ ეს ჭიქები რომ დავიწყე YouTube-ი მაშინ მე და გია ვიყიდეთ თუ მანამდე უკვე მქონდა აი ესეთები და ეს იყო გიას მე მგონი ეს ჩემი და ამ ჭიქებით ვსვავდით ხოლმე ავს მიყვარს ძალიან ეს ჭიქები ანუ ამ ჭიქებით დავიწყე რო იყვიან გახსოვთ აბა ვის გახსოვთ ერთი ის გახსოვთ ძალიან ქაფიან ყავას რო ვატყუებდი ხოლმე გორში ხო და ვიცინოდით ხოლმე გიას ქაფიანი ყავა არ დაუსხაო თავისთვის ქაფიანი დაისხაო და მთელი ამბები იყო ხოლმე ეს ჭიქები იყო ზუსტად მე ვიყიდე ვარდისფერი და რაფერი მწვანე დავლიოთ ახლა ნახეთ ორმაგი ჩავაყარ არა უშავს იქ ხომ მკითხეს სისაუში რომ მიკეთებდა ყავა ორმაგი გავაკეთოთო თუ ჩვეულებრივიო და ანუ ეგეცაც აკეთებდნენ რა ორმაგს ყრია ყავას და ძალიან ძლიერია ოღონდ ან მინდა მეთქი ჩვეულებრივი გავაკეთებინე ძალიან ძლიერი არ მინდა მე მაგრამ ეს არ უნდა დავლიო ძალიან ძლიერი განა როგორი ძლიერია ეხლა ეს მაგ გასაკეთებელი მე გოგოზე ჭარხალი შინაგან გავაკეთე და ის უნდა გავაკეთე კიდე მინდა იცით რა მინდა ბლინები თხელი ბლინები მაგრამ მარტო იმიტომ მეზარება მაგის გაკეთება რომ მე უნდა ვჭამომარტო მეტი არავინ არ ეჭამს ცოტა ხაჭო მაქვს და მე ძალიან მიყვარს ძალიან მიყვარს მე თხელი ბლინები ხაჭოთი ზეფხილი ერთი ცალი კვერცხი ესე კიდე
რა, სხვა არაფერი. მეტი არაფერი არ უნდა, ხო? Ikara მომივიდეს მე. მათე რა ხდება? მათე რა ხდება? მათე გამოკეთდა, მაგრამ შაბათიდან წავა სკოლაში. დაბლაც ვერ ჩახვალ. რა ვიცი, დევეს არ დავფალებია გუში, რა მაგე ახოლე და გოგოებო ხო ნახეთ? რა. აბა. ეს არა მოგვივიდეს პირველ რიგში და მერე დავიწყებ ბლინებს და გამოვაცხობთ. ხვალ ეზოში არ მიშვე? დღეს თუ ხვალ. ხვალ. ხვალ კი, დღეს გამოკეთდი კიდე კარგად დე. დილასაც მითხრა ცხუში მიჭესდედაო და რაღაცა ხდება რა ამისთვის. მიხურე რა მისა ფანჯარა მათ ძალიან ისმის ხმათან გავიყინე დედიკო. შემჩივ და სერიოზულად გეუბნები. შემოსიყვარული ბიჭო. დედას უყვარხარ, რატო? თამაშებები დრო. აჰა, ესაკ დავდოთ, გავამზადოთ. და ჩვენ გავაკეთოთ. ესაკეთ დავდოთ. ესაკეთ დავდოთ. ეს ფილი ჭიქები მინდა. ჭიქა მინდა ერთი. დავიწყოთ. ორჩანვარ. ჩანვარ მგონი ეს. ერთი ცალი კვერცხი, ერთი ჭიქერზე. ერთი ჭიქაც არა ნაკლები წყალი. უფრო ნაკლები, აი ესეთი. წყალი. ცოტა ზეთი გოგოებო. ცოტა ზეთი. რამდენი ცოტა? ამითი თუ ყოზით მისჩენია ჩავას. ერთი, ორი. ორი ყოზი ხო? თუ ცოტაც ჩავას. ზემშია. ხო. შია. შია. ბლინებს ასე ჭამათ. არა. შია მეთქე ტკბილაური გარმინდა. ბლინები ტკბილი არ არის. ტკბილია. ხაჭაც უნდა გავაკეთო. ხაჭა ხო გიყვარში. ქუში ხო ჭამ. ხაჭა და პული გინდა? ქუშინდელივით როგორც გაგიკეთე? აბარა გინდა მითხარი კიკლი ყო გინდა? მოიფიქრე. გაგიკეთებდი ხო? აი. მა
თვალილი ცოტა ეხა მინდა მე ქვილი გოგოებო ქვილი ერთი ჭიქა ესე შევინახოთ Ariel botli ეხლა პირველ რიგში აიასაც ვაკეთებთ ნახეთ როგორ ჟავი რო არის თეთრი ისინი დაიწყო გავიცხოთ მე საფერია მათეს ვუწვავთ ეყრიყოს ეგ არის საქმე რომელიც ეცდება პირველ რიგში და მე ვდეთას ბლინები ჯერ მათეს ისა რა ქვია იყო მერე დედას ბლინები ორიცალი კვესი ზერო დავამატო ის ვერ დავატებ არ გეგონოთ რომ ვერ მიხდება და ასჭამს თან მიხდება თან შეჭამს გავაფუჭებთ საქმეს ამით რა კარგი იყო გუშინ, რა კარგი იყო გუშინ, გოგოებო. მაშია ქვია. კარტოშია კარგი იყო, მთელი ოჯახი როცა გადიხარ, ძალიან კარგია. მთელი ოჯახი. ეს არის განპირთვა და უფრო მოვახერხებთ ჩვენ რომ უფრო ახალ ადგილებში წავიდეთ. მე გაგია უნდა დავგეგმოთ. ძალიან კაია. ახალი ადგილების დათვალიერება არის სასწაული ბავშვებთან ერთად.
არის ორი წელი უნდა ჩავდოთ და კვერცხი ზემოდან უნდა დავასხა მაგას. ამბობს. ეს აფა კიდე როგორ ყირავდება გამბინებული აქ და შემჭამი. ის ამოყირავება. შენი ხის კოლის ადმინი არა? ვეღარ ნახე. ვისაც გიყვართ თურქული ყავა. მე გახსოვთ ვფიქრობდი იმას. რა ქვია? აპარატი მაგძალიან კარგი. ალბათ დავდგავ მაგასაც. რო გავაკეთებ რა გადმოვიდებ და დავდგავ მე. ადგილიც მექნება და მაგის ზიანი ყავა უყვარს ძალიან გიას. ეხლაც ვაპირებდი რომ უკვე გადმომეყო. და გამეკეთები ნახომე არის საქართველოში მაგის კაფსულები. მოვიწი ეგეთი საიტი Facebook-ზე, სადაც იყიდება. ძალიან კარგი აპარატია, ირინა მაჩუკა ეგ აპარატი. ძალიან ის არის რა. ძალიან კარგია, ძალიან მომწონს მე მაგის ყავა და შორენას დავურეკე რა და ველაპარაკე შორენას მაგ თემაზე და დამითხრა. ჟანა, ექიმები ამბობენ, რომ თურქული მოსადღებელი ყავა ჯობიაო ყველაფერს. ესე რო ვატყუთ. ათაში ერთხელ რო კაიო, თუ მომწონს კაიო, მეც ეგეთი მაქო. იყიდებაო რაღაცა ახალი ისინი. ძალიან ძვირი ღირსო, ჯერ მეც ვერ ვყიდულობო. ახალი აპარატები, რომელიც ძალიან კარგად აკეთებს ფიქრავს. ჯერჯერობით თურქული დაგიო ჯობიაო. და გადავიფიქრე. დიდი კომროგორი იკლიყოები შეუწვა თავის საკანამციც ესწავლეთ. ეხლა დავიწყოთ ჩვენი ბლინები გოგოებო. ეხლა დავამუღამო, რამდენი უნდა ჩავასხა ერთი წუთით. ვნახოთ. აი ამგონი. ხოდა
ვისაც გიყვართ თურქული ყავა, კომენტარებში დამიწერეს რომელიაო იყავაო და ეს არის სისაურის ფირმისა. სისაურის სხვადასხვა ყავები აქვს და ეს სისაურისაა და თან სისაურის ფირმისა. ესე იკითხეთ და მომწონს. შეგიძლიათ თან ეს დალიოთ რამდენჯერმე დღეში. ასე მithres გოგოებმა. იმიტომ რომ არის მსუბუქი. და ორჯერ ვსვავ ხოლმე რა ვიცი ხა რამდენჯერმე. ბევრჯერ არა, მაგრამ ორჯერ ვსვავ. როგორც ყოველთვის ადრე ამოვაბრუნე. არა უშავს პირველი საერთოდ ფუჭდება ხოლმე და ეს არ გაფუჭდა უბრალოდ ადრე ამოვაბრუნე. აბას აი ესე შოკოლადზე უფრო ძალიან არაფერი არ ხდება ჩემი აზრით. სუფთა შოკოლადზე ძალიან არაფერი არ ხდება, მაგარი შოკოლადი როცა მაგარი. როგორც ეს. და თხილით კიდე განსაკუთრებით ხდება და მე მიყვარს. მონახოთ. ეს არის ძალიან ისა რა ქვია. უმი. არა. პირველი ეგეთი. ეხლა მეორე თან მინდა რომ თხელები გამომივიდეს და ვიცი რომ დედაჩემი რომ აცხობდა ხოლმე რომ შეასხავდა მე რო უკან გადამოასხავდა ხოლმე. მაგრამ ის იყო დაბალი ტაფა და არა ჩემნაირი ესეთი მაღალი და ისა. აქვია, ბლინისა იყო ის. ეს არ არის ბლინის ტაფა. ამიტომ ესეთი რაღაცები არ გამომადგება. უკან გადმოსხმა. მე ჩავასხა და იქვე უნდა დავტოვო, იმენა ჩავასხა რომ სქელი არ გამომდის. მქონდა ბლინის ტაფა. გოში. ერთი სიტყვით მივხვდი როგორც უნდა ჩავასხა. რამდენიც უნდა ჩავასხა. კარგად მივხვდი. ოღონდ გოგოებო. აუცილებლად უნდა ცოტა ზეთი მოვუსვათ იმას აქვი. თორე ეს ტაფა თან ძველი რო არის. ხო? ცოტა იკრავს და დამღალა. დანჯა. ეს ცოტა ძალიან უბრალოდ რო არ მიიკრას. ო ვისწავლე რამდენიც უნდა ჩავასხა უკვე. აი ძალიან ბევრი არა. ესე. გამოდის ძალიან კარგი თხელი ბლინები. ესეთი. ეხლა ეს გავამზადე უკვე. ახლა მაგაჭო. რომელი იყო, მაგრამ გუშინ ყურთანაც მშვენივრად მივიხდი. ხდება. მე ძალიან მიყვარს რა ვიცი ხაჭო. შემიყვარს და ამ ბოლო დროს. ძის ნაწარმი. ძესაც ავყიდულობდი ხოლმე ახლა. ეხლა უკვე იდულობ. ხამას ცოტა არაჟანს გავურებ რომ
სქელია და მას ჯერ უნდა კიდე ხოდა ცოტა რომ შევათხელოთ ორკოს გავუღებ ავა მოვჩი უგემრიელესი იყო გემრიელად დავიეცა ისე და აქ გვინდა ჩვენ ჩამბლი ჯობია აგურე კარგად ჩამბლი აკოზით ცოტა ზეთი ახალი კიდენეტა აღარ არის ძალიან ცოტა არის მაგრამ მაინც შევინახოთ რაც არის იასვავს რძეს მე მაინც და მაინც რძე არ მიყვარს აი ფუნთუშები რო გამოვაცხე იმასთან ერთად დავლიე და თითქოს ერთხელ რო დავლიე მომიწონა და მეორედ რაღაც იმდენად არა ძალიან არ მიყვარს ვთქვათ რძე ისე ჟონდა ისე ძალიანაც არ გავათხელოთ ესეც ესე შემოგოგოებო აბა ეხლა გამაწვალა ერთმა კამერა რო ჩამიქრა იმ აქ დროს გამაწვალა ძალიან ერთმა მიიკრო და აღარ მინდა ეგრე მოხდეს ისე დავალაგო რა შევახო მოვჩეთ ბევრი აღარ დავჩეს всё მოვჩი
და ეხლა დავიწყე. ნახოთ ერთი რამდენი გამომივა. დავიწყოთ გადახვევა. ისე. ეს ხაჭო ბევრი ხო არ აგინეთა. არა მგონი. ვნახოთ, ძალიან გემრიელია. აი ძალიან ტკბილები და რაღაცა მე აღარ მიყვარს დიდად. თორე ადრე გავაკეთე მიჩი. აქვია მაგას შოკოლადით. ხიდის თავში ვცხოვრობდი და შოკოლადით და ბანანით. მე მგონი და არის უგემრიელესი, მაგრამ ეს მიჩემია რა. ტკბილი რო არ იყოს. ჩემთვის ახლა ეს ჯობია. დამთხილებია. კარგები გამოდის ამ რეცეპტით. რავი, ალბათ ყველა ესე აწყობთ, ხო? ერთი კვერცხით. რამდენი ცალი გამოვიდა. რამდენიმე ხო გამიფუჭდა. 2. ზეთის გამო რომ დაიკრო. 1 2 3 4 5 6 7-ია ეს. ისე. ათი ცალი. 10-ია. და მგონი რომ 2 თუ 3. არა, 1 ხა ტაფაშია. ჩავტოვე და ძალიან ცოტა დარჩა რა, პატარა გამოვიდა ეგ. მაგითი აღარც არაფერი გამომივიდოდა და აღარც მაქვს ხაჭო. ესე. ეს ვით სტები გამოვიდა. რაღაცა დარჩა აქ და რა ვაკეთოთ?
ძალიან პატარა, მაგრამ არ ვუშვს. ხაჭომა აქცევდა. ეს დავაგემოვნოთ პატარა რომელიც არის, ბოლოს რომელიც გავაკეთე. ვისაც ტკბილი გიყვარს არ მოგეწონებათ. საერთოდ არ არის ტკბილი, მაშინ ბანანი უნდა დავუმატოთ ან შოკოლადი. ისე ძალიან გემრიელია, მე მომწონს. გემრიელესი. ეს წყალი არის ბონჯომი. აზიანია. წავით. გია შეჭამს ამას. ბიჭები არა. ეხლა ნიკას შევუწავ ფილეს. დროებით